სტრასბურგის საშობაო ფესტივალის ქართველი მონაწილეები თბილისში დაბრუნდნენ. ქართული ხალხური ცეკვის და სიმღერის ანსამბლები, რეჟისორები, საესტრადო მომღერლები და თეატრალური დასები ფესტივალზე თანამასპინძლის სტატუსით იმყოფებოდნენ. სტრასბურგის საშობაო ღონისძიებებში მონაწილეობა მიიღეს ანსამბლებმა სუხიშვილები, რუსთავი, ლაშარი, ასევე პიანისტმა ხატია ბუნიათაშვილმა, პანტომიმის და თითების თეატრებმა. სოლო კონცერტი ქართველმა მომღერალმა თამთა ხვიტავამ გამართა. ქართულ რეპერტუართან ერთად მან სტრასბურგში ფრანგი მომღერლის ედით პიაფის სიმღერებით შეასრულა. სტრასბურგის საშობაო ღონისძიებებში ქართული მხარის მონაწილეობას ორგანიზებას უწევდა საქართველოს კულტურის სამინისტრო. თქვენ სიმღერაში გამოჩნდა ალამაზი ენა გაქვთ. იმდენად თან ინტერპრეტაციებით კარგი იყო სიმღერების და ეს ენა ისე ლამაზად გამოჩნდა ჩვენი. აი ამას მეუბნებოდნენ რომ ესე იგი ქართულიც ძალიან მოეწონათ, მაგრამ ნუ განსაკუთრებით ფრანგული ხმაურით. ჩვენ წავიღეთ სტუმარ მასპინძელი. რა თქვენ იცით რომ ეს ცოტა გახმაურებული სპექტაკლია, ჩემ მოსაბმემ წაიღო ვაშინგტონში და მიითვისა. ხოდა ჩაუტანე სტრასბურგში და ვითამაშე.